პონიჭალაში 12 წლის ბავშვმა მანქანამშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა. მოზარდი ადგილზევე დაიღუპა. გამოცემა აქტუალჯის ცნობით დაღუპული პონიჭალის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავის შეპესე სოლიდუსმა მიაწოდა. ეს პირველი ტრანზაქცია 33 წლის განმავლობაში, რომ არ შეგვეტანა 20 ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40,000 ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში, ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად. აცხადებს ბიზნესმენი გიორგი არველაძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. მისი თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე, რომელიც მისმა კომპანია მენგურის ხიდის გავლით აფხაზ პარტნიორებს მიეწოდა. ლეთაში ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად გამოირიცხა, რომ გურამ დადიანიძე მეწყერმა მოიყოლა. ამის შესახებ დაკარგული მოზარდის დედამ განაცხადა. იმედია ცოცხალია და ვიპოვი თქვა სოფო ბიბილაშვილმა. ტერიტორია სპეციალური სკანერითა და ტექნიკით დაათვალიერეს, შემოწმდა ჭაც, რომლის ნახვასაც დედა ითხოვდა. სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. უკრაინამ სევასტოპოლში $100 მილიონ შეფასებულ რუსულ რადიოლოკაციურ სადგურს დაარტყა. მედია წერს, რომ ის განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების, მათ შორის თვითმფრინავების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების აღმოსაჩენად.